ბელგრადის სანაპიროა იგლ ჰილსის პროექტი, რომელმაც სერბეთის დედაქალაქს ახალი სიცოცხლე შესძინა. Ამ პროექტმა სერბეთს 9 მილიარდი ევრო და 25,000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შემატოს. ის სასტუმროებს, სავაჭრო სივრცეებს, საფეხბურთო ბულვარს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს და საბავშვო ბაღებს აერთიანებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4 მილიარდი ევროა. იგლ ჰილსსა და სერბეთის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოგების 68%-ს ინვესტორი, 32%-ს კი ქვეყნის ხაზინა იღებს. არაბული ინვესტიციის სერბული ეფექტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა უკვე პირადად ნახა და ახლა პროექტის იმ კომპონენტებს ეცნობა, რომელიც იგლ ჰილსმა საქართველოში უნდა განახორციელოს. Ქართული პროექტის მსგავსად ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხმედრაშია ქართულ პროექტთან, რაც ჩვენ დღეს ერთობლივად ვიხილეთ, მათ შორის განთავსების ობიექტების კომპონენტი, ისევე როგორც საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სავაჭრო სივრცეები, გასართობის სივრცეები და ძალიან ბევრი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა დიდი ინტერესი გვენახა თუ რამხელა ეფექტი და გავლენა ჰქონდა აღნიშნულ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. ეკონომიკის მინისტრს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა უმასპინძლა. იაგო და ლაზარევიჩი ამბობს, რომ ბელგრადის სანაპიროს პროექტმა ქალაქის ამ ნაწილს ახალი სიცოცხლე შესძინა. არაბული ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველი ეფექტი კი სამუშაო ადგილებისა და ტურისტების რაოდენობის ზრდაზე აისახა. ჩვენი ქალაქი ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება და მეტ ტურისტს იზიდავს. ვხედავთ უძრავი ქონების სექტორის ბუმს. ძალიან ვამაყობთ და გვიხარია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მეგობრობა და თანამშრომლობა. ჯერა რომ თბილისის პროექტიც ძალიან წარმატებული იქნება და დიდ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე მის მოქალაქეებს. მასშტაბური არაბული ინვესტიციის ეფექტი სერბეთის მსგავსად მალე საქართველოზე და ქვეყნის ეკონომიკაზეც უნდა აისახოს. იგლ ჰილსის პროექტი მშენებლობის ეტაპზე 25,000-მდე პროექტის დასრულების შემდეგ კი 8,000 ახალ და მუდმივ სამუშაო ადგილს გააჩენს. ეკონომიკას წაახალისებს და ტურისტების რაოდენობას გაზრდის. ველოდებით 1 ან 2%-ის ფარგლებში, რომელსაც გაიზრდება მთლიანში და პროდუქტი, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ამას დიდი ზეგავნა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რაოდენ მნიშვნელოვანი ესეთი სახელის შემოსვა ქვეყანაში, როგორც არის იგლ ჰილსი და ის ადამიანი, რომელიც დგას ამის უკან, მოჰამედ ალაბაი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი პიროვნება ამ მმართველობით და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ სხვა კომპანიები ინტერესდებიან საქართველოს სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. იგლ ჰილსის პროექტს ნაკლი არ აქვს და მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. შალვა პაპუაშვილი ამ კამპანიას გარედან მართულ ეკონომიკურ დივერსიად აფასებს. ეს არის პროექტი, რომელსაც არ აქვს არც ეკონომიკური, არც საზოგადოებრივი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც ფინანსური არანაირი ნაკლი არ აქვს საერთოდ. და შესაბამისად ამიტომაც არის მოწადინება, რომ ეკონომიკური დივერსიით დააზიანონ ეს პროექტი და ამას უნდა დაუფიქრდეს თითოეული მოქალაქე, დაფიქრდეს, რომ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. იგლ ჰილსი თბილისსა და გონიოში უპრეცედენტო მასშტაბის 2 კომპლექსის მშენებლობას უკვე იწყებს, თუმცა არაბული კომპანიის ამ 6,5 მილიარდიან ინვესტიციას ლელო ნაციონალური მოძრაობა და ალტინფო უკვე ერთნაირი ნარატივით ებრძვიან.